რატომ იყო იაპონია ასეთი სასტიკი და დემონური მეორე მსოფლიო ომის დროს? სინამდვილეში მათ თითქმის მილიონი ადამიანი მოკლეს და აწამეს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც დაიპყრეს. მაგრამ კითხვა ასეთია, ყოველთვის ასეთი იყვნენ ისინი? პასუხი არის არა. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ გახდა იაპონია ასეთი სასტიკი მეორე მსოფლიო ომის დროს. ასე რომ დავიწყოთ. როდესაც საუბრობთ იაპონიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, ხშირად გვახსენდება დიდი ომები და სასტიკი თავდასხმები, რომლებიც იაპონიის სამხედროებმა აზიის მრავალ ნაწილში განახორციელეს. მაგრამ იაპონია ასე უცებ არ გამხდარა. მხოლოდ ერთი ადამიანი არ ყოფილა მიზეზი იმისასა, თუ რატომ გახდა იაპონია აგრესიული. ამის ნაცვლად ეს ნელ-ნელა მოხდა მთავრობის, სამხედროებისა და მათი ლიდერების გადაწყვეტილებების შედეგად. იაპონია ნელ-ნელა შეიცვალა. მათ გააძლიერეს თავიანთ სამხედრო ძალა და ქვეყანა გაათანამედროვეს. როცა ძლიერდებოდნენ, ძალიან სურდათ უფრო მარტივად მიეღოთ დიდი კონტროლი და ტერიტორია აზიაში. იმის გასაგებად თუ როგორ მოხდა ეს, უნდა დავბრუნდეთ მეორე მსოფლიო ომამდე. 70 წელზე მეტი ხნით ადრე. 1800-იანი წლების შუა პერიოდში იაპონია სრულიად განსხვავებული იყო. მათ ყავდათ იმპერატორი, მაგრამ ნამდვილი ძალაუფლება შოგუმისა და ადგილობრივი ლიდერების დაიმიოების ხელში იყო. იაპონიამ 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეზღუდა ურთიერთობა ბევრ უცხო ქვეყანასთან. ეს არ ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ ჰქონდა კონტაქტი გარესამყაროსთან. კომუნიკაცია და ვაჭრობა მაინც შეზღუდულად ხდებოდა, განსაკუთრებით ჰოლანდიელებთან, ჩინელებთან და რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან. მაგრამ კაცრად კონტროლდებოდა, ვინ შეიძლებოდა შესულიყო და გაეცვალა პროდუქცია იაპონიაში. ყველაფერი შეიცვალა 1853 წელს კომოდორ მეთიუ პერი ამერიკის საბრძოლო გემებთან ერთად იაპონიაში ჩავიდა. ამერიკის შეერთებულ შტატებს სურდა, რომ იაპონიას გაეხსნა რამდენიმე პორტი, რათა მათი გემები შესულიყვნენ და პროდუქციის გაცვლა შეძლებოდათ. იაპონიის ლიდერისთვის ნათელი იყო, რომ დასავლეთის ქვეყნების გემები და იარაღი უფრო განვითარებული იყო. იაპონიამ ასევე იცოდა, რა მოხდა ჩინეთში. ბრიტანეთმა იგი ოპიუმის ომებში დაამარცხა და აიძულა დასავლეთის ქვეყნებისთვის სპეციალური უფლებები მიეცა. ამიტომ იაპონია შეშინდა, რომ იდივე შეიძლება მათაც დაემართოთ. იაპონიას არ სურდა, რომ ეს მათაც დამარცხონდათ. ამიტომ 1854 წელს იაპონია დათანხმდა კანაგავას კონვენციას, რომელმაც რამდენიმე იაპონური პორტი ამერიკულ გემებს გაუხსნა. ბევრი იაპონელისთვის ეს სიტუაცია სამარცხვინო იყო. ისინი გრძნობდნენ, რომ იძულებულნი იყვნენ დამორჩილებულიყვნენ, რადგან დასავლეთის სამხედრო ძალა უფრო ძლიერი იყო. ამიტომ ბევრი იაპონელი დაკარგა ნდობა ტოკუგავას მთავრობაში. მათთვის ის უკვე სუსტი იყო და იაპონიის დაცვა აღარ შეეძლო. ამიტომ 1868 წელს დასრულდა შოგუნის მმართველობა და დაიწყო მეიჯის რესტავრაცია, რომლის დროსაც ძალაუფლება იმპერატორს დაუბრუნდა. და სწორედ აქ გამოჩნდა იმპერატორი მეიჯი და მის დროს იაპონიამ სწრაფად დაიწყო ცვლილებები. მათი ლიდერები აცნობიერებდნენ, რომ თუ ქვეყანა სუსტად დარჩებოდა, შესაძლოა დასავლეთის ქვეყნები მათაც დაეპატრონებოდნენ. ამიტომ მათ შეისწავლეს, როგორ გახდა ძლიერი ევროპა და ამერიკა. მათ გააძლიერეს სამხედრო ძალა, ააშენეს ქარხნები, მატარებლები და გემები და მოაწესრიგეს განათლება და მთავრობა. მათ ასევე გაგზავნეს სტუდენტები და ოფიციალური პირები სხვა ქვეყნებში სასწავლებლად. მათ შექმნეს თანამედროვე არმია, სადაც უკვე ჩვეულებრივ მამაკაცსაც შეეძლო ჯარისკაცობა და არა მხოლოდ სამურაის. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იაპონია გახდა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ქვეყანა აზიაში. 1889 წელს მათ ასევე შექმნეს ახალი კონსტიტუცია და დაარსეს პარლამენტი, რომელსაც იმპერიული დიეტა ეწოდებოდა. ამის მიუხედავად, თავდაპირველად იაპონიის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ გამხდარიყო ძლიერი, რათა დასავლეთის ქვეყნებს ვერ დაეპყროთ ისინი. მაგრამ ქვეყნის გაძლიერებასთან ერთად ზოგიერთ ლიდერსაც მოუნდა, რომ იაპონიის კონტროლი აზიაში გაფართოებულიყო. მათ შეხედეს ბრიტანეთს, საფრანგეთსა და რუსეთს, რომლებსაც დიდი იმპერიები ჰქონდათ და იფიქრეს, რომ იაპონიასაც სჭირდებოდა საკუთარი ტერიტორია და რესურსები. იაპონიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი კორეა იყო. ის ახლოს იყო იაპონიასთან და მდებარეობდა ჩინეთსა და რუსეთს შორის. იაპონია შიშობდა, რომ თუ რომელიმე ძლიერი ქვეყანა გააკონტროლებდა კორეას, ეს მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მაგრამ იმ დროს ჩინეთის გავლენაც ძლიერი იყო კორეაზე. ამიტომ 1894 წელს იაპონიასა და ჩინეთს შორის ომი დაიწყო, რომელსაც პირველი ჩინეთ-იაპონიის ომი ეწოდა. ბევრი გაკურვებული დარჩა, რადგან იაპონიამ ჩინეთი დაამარცხა. ომი 1895 წელს დასრულდა. ამის შემდეგ ჩინეთმა კორეაზე კონტროლი დაკარგა და ტაივანი იაპონიას გადაეცა. ამ გამარჯვების შემდეგ იაპონიის სამხედრო ძალაზე ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა. მათმა ლიდერებმა იფიქრეს, რომ დიდ ქვეყნებსაც გაუწევდნენ კონკურენციას. მაგრამ მალე იაპონიას რუსეთი დაუპირისპირდა. რუსეთიც ცდილობდა გაეძლიერებინა კონტროლი კორეასა და მანჯურიაზე, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის დიდი რეგიონია.
იაპონიამ და რუსეთმა თავიდან სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამიტომ 1904 წლის თებერვალში იაპონიამ პორტ-არტურში რუსული ფლოტი დაარტყა. აქედან დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი. ბევრს ისევ ეგონა, რომ იაპონია დამარცხდებოდა, რადგან რუსეთი ძალიან დიდი და ძლიერი იყო. მაგრამ იაპონიამ რუსეთი რამდენიმე დიდ ლეთზე და ზღვაზე ბრძოლაში დაამარცხა. ომი 1905 წელს დასრულდა. იაპონიის კონტროლი კორეაზე გაძლიერდა და მათი გავლენა სამხრეთ მანჯურიაშიც გაიზარდა. მათ ასევე დაიკავეს სახალინის კუნძულის სამხრეთი ნაწილი. ეს იაპონიისთვის უზარმაზარი გამარჯვება იყო. ეს იყო დიდი მტკიცებულება იმისა, რომ აზიური ქვეყანა შეძლებდა დიდი ევროპული ძალის დამარცხებას. ამის გამო იაპონიაში კიდევ უფრო გაძლიერდა სიამაყე და ნაციონალიზმი. მაგრამ მეზობელი ქვეყნებისთვის იაპონია უფრო და უფრო საშიში ხდებოდა. ქვეყანა, რომელიც ადრე შიშობდა, რომ სხვა ქვეყნები დაიპყრობდნენ, ახლა თავად გახდა დამხრობელი. მას შემდეგ, რაც იაპონიამ რუსეთზე გაიმარჯვა, მათ კორეაზე კონტროლი კიდევ უფრო გააძლიერეს. 1905 წელს იაპონია თითქმის სრულად აკონტროლებდა კორეას, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. და 1910 წელს იაპონიამ საბოლოოდ დაიპყრო კორეა და ის იაპონიის იმპერიის ნაწილად აქცია. აქ უკვე ნათელი გახდა, რომ იაპონია მხოლოდ საკუთარ დაცვაზე აღარ ფიქრობდა. მას სურდა, რომ აზიაში უფრო დიდი იმპერია ჰქონოდა. როცა 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, იაპონია ბრიტანეთსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებს შეუერთდა. იაპონიამ ეს გამოიყენა, რათა მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ ძალად დამკვიდრებულიყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იაპონია ძლიერდებოდა, ბევრი იაპონელი მაინც ბრძნობდა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ თანასწორები ევროპასა და ამერიკასთან. იყო შემთხვევები, როდესაც მათ არ აძლევდნენ იმავე პატივისცემას და ზოგ დასავლურ ქვეყანაში იაპონელების მიმართ დისკრიმინაციაც არსებობდა. ამიტომ ზოგიერთი ნაციონალისტის დასავლეთის მიმართ ბრაზი კიდევ უფრო გაძლიერდა. 1910 წლისთვის იაპონიაში ჯერ კიდევ ტარდებოდა არჩევნები და არსებობდა სამოქალაქო მთავრობა. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად სამხედრო ძალა უფრო ძლიერდებოდა. ბევრი ჯარისკაცი და ნაციონალისტი ფიქრობდა, რომ პოლიტიკოსები სუსტები იყვნენ და იაპონიის კიდევ უფრო გაძლიერება იყო საჭირო. ეკონომიკური პრობლემები და პოლიტიკური არეულობაც დაემატა. იაპონიაში ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ექსტრემისტებმა მოკლეს, რადგან ისინი სამხედროებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომ სამოქალაქო მთავრობას კიდევ უფრო გაუჭირდა არმიის შეჩერება. აგრეთვე მხოლოდ ერთი ადამიანი არ იყო მიზეზი, თუ რატომ გახდა იაპონია აგრესიული. არმიაში, საზღვაო ძალებსა და მთავრობაში ბევრი ჯგუფი იყო, რომლებიც ქვეყანას ტერიტორიის გაფართოებისკენ უბიძგებდნენ, ასე რომ იაპონიის სამხედროებისთვის მათი პოლიტიკოსები უსარგებლოდ მიაჩნდათ. ამიტომ 1922 წელს პრემიერ-მინისტრი ინოუე ინუკაი სუიოში ახალგაზრდა საზღვაო ოფიცრებმა მოკლეს, რომლებიც სამხედრო ძალის კიდევ უფრო გაძლიერებას ცდილობდნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო მთავრობა მაშინვე გაქრა, უბრალოდ სამხედროები უფრო გაძლიერდნენ. სხვა ქვეყნებსაც არ მოეწონათ იაპონიის ქმედება მანჯურიაში. ამას უკვე გმობდა ერების ლიგა, ქვეყნების გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ახალი ომების თის თავიდან ასაცილებლად. და იაპონია მანჯურიიდან გასვლის ნაცვლად 1923 წელს ერების ლიგიდან გავიდა. ამან კიდევ უფრო დააშორა იაპონია სხვა ქვეყნებს. 1936 წელს იაპონიამ და ნაცისტურმა გერმანიამ შეთანხმება დადეს კომუნიზმის წინააღმდეგ ალიანსზე. ამ შეთანხმებას ანტიკომინტერნის პაქტი ეწოდა და 1940 წელს კიდევ უფრო გაღრმავდა. იაპონია, გერმანია და იტალია გაერთიანდნენ, მათი შეთანხმება ტრიპარტიტული პაქტი ეწოდა. ამასობაში იაპონიის გაფართოება მანჯურიაში არ დასრულებულა. 1937 წლის ივლისში იაპონიასა და ჩინეთს შორის უფრო დიდი ომი დაიწყო. იაპონიის სამხედროებმა სწრაფად დაიკავეს ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე დიდი ქალაქი და ტერიტორია, მაგრამ ჩინეთი არ დანებდა. ამიტომ ომი რამდენიმე წელი გაგრძელდა. ომის გაფართოებისას ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა მსხვერპლი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოვლენა იყო ნანჯინის ხოცვა 1937 წელს. მას შემდეგ, რაც იაპონიის ჯარებმა ნანჯინი დაიკავეს, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და თხوے ჩინელი ჯარისკაცი მოკლეს. ბევრი ქალი გააუპატიურეს. სავარაუდოდ ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. თუმცა ისტორიკოსები სხვადასხვა რიცხვებს ასახელებენ. ომს კიდევ ერთი ბნელი მხარე ჰქონდა, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში თითქმის არ საუბრობდნენ. ეს არის დანაყოფი 731. იაპონიის საიდუმლო სამხედრო დანაყოფი მანჯურიაში. მათ ტყვეებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს, უმეტესად ჩინელებს. განზრახ დაინფიცირეს ზოგიერთი მსხვერპლი მძიმე დაავადებებით, რათა შეესწავლათ, როგორ ვრცელდება და კლავს ეს დაავადებები. ათასობით ადამიანი გამოიყენეს ასეთ ექსპერიმენტებში და იაპონიის სამხედრო ძალებმა ბიოლოგიური იარარიც გამოიყენეს ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში. ასეთი სისასტიკე მხოლოდ ჩინეთმა არ განიცადა.
როდესაც იაპონიის იმპერია ფართოვდებოდა, აზიის სხვადასხვა ნაწილში ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე და ომის თხვე, იძულებითი შრომის, შიმშილის, ძალადობისა და მკვლელობის მსხვერპლი გახდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს სისასტიკეები იაპონიის სამხედრო ძალებისა და მთავრობის მიერ ომის პერიოდში იქნა ჩადენილი. ეს ადნიშნავს იმას, რომ ყველა ჩვეულებრივი იაპონელი ამ ქმედებებს ჩადიოდა ან მხარს უჭერდა. როდესაც იაპონია აგრძელებდა მოქმედებებს ჩინეთში, მისი პრობლემები აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებთანაც იზრდებოდა. იაპონია სჭირდებოდა დიდი რაოდენობით ნავთობი და სხვა ნედლეული თავისი სამხედრო ძალისა და ქარხნებისთვის. ამ რესურსების უმეტესობა სხვა ქვეყნებიდან მოდიოდა. როდესაც შეერთებულმა შტატებმა 1940 და 1951 წლებში იაპონიაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები და სანქციები დააწესა, იაპონიას ნავთობის მოპოვება კიდევ უფრო გაუჭირდა. იაპონიის ლიდერები ახლა დიდი გადაწყვეტილების წინაშე დგანან. მათ შეუძლიათ უკან დაიხიონ რამდენიმე დაპყრობილი ტერიტორიიდან, რათა სანქციები მოიხსნას, ან სცადონ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ნავთობისა და რესურსების სამხედრო გზით მოპოვება. მათ მეორე გზა ირჩიეს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია მოულოდნელად შეუტია ამერიკის საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორში, ჰავაიზე. ამიტომ შეერთებული შტატები ომში ჩაერთო იაპონიის წინააღმდეგ. ამასთან ერთად იაპონიამ სწრაფად შეუტია აზიისა და წყნარი ოკეანის ბევრ რეგიონს. მხოლოდ რამდენიმე თვეში იაპონიამ დაიკავა ჰონკონგი, მალაიზია, სინგაპური, ბირმის დიდი ნაწილი, ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთი, რომელიც ახლა ინდონეზია და ფილიპინები. იაპონელმა ჯარებმა ასევე შეაღწიეს ტაილანდში და ტაილანდის მთავრობა იძულებული გახდა იაპონიას შეუერთებოდა. მოკლე დროში იაპონიის იმპერიამ უზარმაზარი ტერიტორიები დაიკავა. მაგრამ იაპონიის წარმატებები დიდხანს არ გაგრძელებულა. 1942 წლის ივნისში იაპონიის საზღვაო ფლოტი მიდუეის ბრძოლაში დამარცხდა. ეს ომში დიდი ცვლილება იყო, რადგან იაპონიამ დაკარგა მნიშვნელოვანი ავიამზიდები და პილოტები. ამის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ნელ-ნელა დაიწყეს კონტრშეტევა. შეერთებული შტატები იყენებდა სტრატეგიას, რომელსაც კუნძულიდან კუნძულზე გადასვლა ეწოდებოდა. იაპონიის მიერ დაკავებული ყველა კუნძულის აღების ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს დაეკავებინათ მნიშვნელოვანი კუნძულები, რომლებიც ოპერაციების ცენტრად გამოიყენებოდა. ისინი ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ იაპონიას. ამავე დროს კი წყვეტდნენ იაპონური ძალების მომარაგებას სხვა ადგილებში. 1944 წელს ამერიკული ძალები ფილიპინებში დაბრუნდნენ. 1945 წლისთვის ბრძოლა უკვე ძალიან ახლოს იყო თვით იაპონიასთან. შეერთებულმა შტატებმა აიღო ივო-ჯიმა და ოკინავა, მაგრამ ორივე მხარეს ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა. 1945 წლის 6 აგვისტოს შეერთებულმა შტატებმა ატომური ბომბი ჩამოაგდო ჰიროსიმაზე. 3 დღის შემდეგ კიდევ ერთი ატომური ბომბი ჩამოაგდეს ნაგასაკიზე. 8 აგვისტოს საბჭოთა კავშირმაც გამოაცხადა ომი იაპონიასთან და თავს დაესხა იაპონურ ძალებს მანჯურიაში. ამ მოვლენების შემდეგ იაპონია დათანხმდა კაპიტულაციას 14 აგვისტოს. ფორმალური კაპიტულაცია შედგა 1945 წლის 2 სექტემბერს. იაპონიის იმპერია დასრულდა, მაგრამ მთელ აზიაში უზარმაზარი ზიანი დატოვა. მილიონობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა იაპონიის მონაწილეობით ომებში, განსაკუთრებით ჩინეთში. ასევე რთულია ზუსტი რიცხვის დასახელება, რადგან დაღუპულთა რაოდენობის დათვლის მეთოდები განსხვავდება ბრძოლებში, შიმშილით, ავადმყოფობითა და მასაკრებით გარდაცვლილთა შემთხვევაში. მაგრამ არსებობს უფრო დიდი კითხვა. როგორ მივიდა იაპონია ასეთ მდგომარეობამდე? საკმარისი არ არის იმის თქვა, რომ იაპონელები ბუნებრივად ძალადობრივები არიან. მოვლენები უფრო რთული იყო. მრავალი წლის განმავლობაში მთავრობამ და სამხედროებმა შეცვალეს აზროვნების წესი. როდესაც ბევრ ადამიანს ესაუბრებოდნენ იმპერატორზე, სამხედრო სამსახურზე და ქვეყნისთვის თავგანწირვაზე, ამაზე სამურაის ძველი ტრადიციაც გავლენას ახდენდა. სამურაები იყვნენ იაპონელი მებრძოლები, რომლებიც ცნობილნი იყვნენ სიმამაცით, ერთგულებით და ბრძოლის ველზე სიკვდილისთვის მზადყოფნით. მიუხედავად იმისა, რომ სამურაები აღარ არსებობდნენ, 1930-იან წლებში იაპონიის სამხედროებმა მაინც გამოიყენეს მათი ზოგიერთი იდეა, რათა ჯარისკაცებისთვის ესწავლებინათ, რომ არ დალებებულიყვნენ, თუნდაც ბრძოლა ძალიან სახიფათო ყოფილიყო. ხალხს დიდი პატივისცემა ჰქონდა იმპერატორის მიმართ. მთავრობამ ასწავლა, რომ იმპერატორი განსაკუთრებულია და მას უნდა დაემორჩილო. ამიტომ ბევრი ჯარისკაცი თვლიდა, რომ იაპონიისთვის ბრძოლა და მსხვერპლის გარება დიდი მოვალეობაა. და კიდევ, იაპონიის შინტო ტრადიციაში იმპერატორის ოჯახი ითვლება ამატერასუდან წარმოშობილად, რომელიც მზის ქალღმერთია. ამიტომ ხალხს ასწავლიდნენ, რომ იმპერატორს იაპონიაში განსაკუთრებული და წმინდა ადგილი ეკავა. მთავრობამაც გამოიყენა ეს რწმენა, რათა გაეძლიერებინა ხალხის ერთგულება იმპერატორისა და ქვეყნის მიმართ. სამხედროებმაც გამოიყენეს ბუშიდოს ზოგიერთი იდეა, როგორიცაა სიმამაცე, ერთგულება და ბრძოლის ველზე სიკვდილისთვის მზადყოფნა. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ძველი კულტურა საკმარისი არ არის იაპონიის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ყველა ბოროტების ასახსნელად. ომამდე იაპონიაში დიდი ცვლილებებიც მოხდა.
ამას კარგი მაგალითია მათი დამოკიდებულება ტყვე ჯარისკაცების მიმართ. რუსეთ-იაპონიის ომისა და პირველი მსოფლიო ომის დროს იყო შემთხვევები, როცა იაპონიამ ტყვეებთან კარგად მოიქცა. იაპონიის სამხედროების ქცევა დროთა განმავლობაში შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომამდე იაპონიაში პრობლემები გაიზარდა. ერთ-ერთი იყო მათი ცხენა დასავლური ქვეყნების მიმართ. იაპონია სურდა, რომ მათ ევროპისა და ამერიკის სტოლად მოპყრობოდნენ. ამიტომაც გახდნენ ისინი უფრო სასტიკები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იაპონია პარიზის სამშვიდობო კონფერენციას შეუერთდა. იაპონიამ წამოაყენა წინადადება, რომ ახალ ერების ლიგაში ჩაეწერათ იდეა, რომ ყველა ქვეყანასა და მათ მოქალაქეებს თანასწორად უნდა მოპყრობოდნენ, მიუხედავად რასობრივი განსხვავებისა. მაგრამ ეს წინადადება საბოლოო შეთანხმებაში აღარ შეიტანეს. ბევრი იაპონელისთვის ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ მათ დასავლეთის ქვეყნებმა ნამდვილი თანასწორობის დონეზე არ მიუღეს. 1922 წელს ვაშინგტონის საზღვაო ხელშეკრულება გაფორმდა. ეს იყო დიდი ქვეყნების შეთანხმება მათი ყველაზე დიდი საბრძოლო გემების რაოდენობასა და ზომაზე. იაპონიას ნებადართული ჰქონდა ნინაკლები რაოდენობის გემები, ვიდრე შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს. ბევრი იაპონელი ნაციონალისტი უკმაყოფილო დარჩა. მათ ეგონათ, რომ იაპონია დაბალ პოზიციაზე აყენებდნენ. 2 წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც თითქმის აღარ უშვებდა იაპონელებს, რომლებსაც ამერიკაში ცხოვრება სურდათ. ეს კიდევ უფრო აძლიერებდა იმ იაპონელების განცდას, რომლებსაც დასავლეთი თანასწორებად არირებდა. ამ პრობლემებთან ერთად იაპონიაში შიგნითაც იცვლებოდა პოლიტიკა. 1921 წელს მოკლეს პრემიერ-მინისტრი ჰარა ტაკაში. ის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც მხარს უჭერდა სამოქალაქო მთავრობასა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას. მისი სიკვდილი ერთ-ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ იაპონიის პოლიტიკა უფრო არეულ და ძალადობრივ ხასიათს იღებდა. მაგრამ ცვლილებებმა ასევე მისცა ჩვეულებრივ ხალხს უფრო დიდი ხმა. 1925 წელს ხმის მიცემის უფლებამ თითქმის ყველა სრულწლოვან იაპონელ მამაკაცს გაუფართოვდა. ადრე მხოლოდ მცირე ნაწილს მამაკაცებისა შეეძლო ხმის მიცემა, რადგან მათ უნდა დაეკმაყოფილებინათ მაღალი საგადასახადო მოთხოვნა. მაგრამ ამასთან ერთად მთავრობამ შემოიღო მშვიდობის დაცვის კანონი. ეს კანონი გამოიყენეს იმ ჯგუფების შესაჩერებლად, რომლებიც იაპონიის სისტემის შეცვლას ცდილობდნენ, განსაკუთრებით კომუნისტები. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ მამაკაცს შეეძლო ხმის მიცემა, მთავრობა უფრო მკაცრი გახდა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. 1920-იან წლებში იაპონიის მიმართულება გაყოფილი იყო. არჩევნები და სამოქალაქო მთავრობა ისევ არსებობდა, მაგრამ იზრდებოდა შიში კომუნიზმის მიმართ და დასავლეთისადმი მტრული განწყობაყოფა. როდესაც ეკონომიკური პრობლემები მწაფდებოდა, უფრო მეტი ადამიანი კარგავდა ნდობას პოლიტიკოსების მიმართ. ამის გამო მთავრობაში სამხედრო ძალა კიდევ უფრო გაძლიერდა. ეკონომიკური პრობლემების გამო კიდევ უფრო დასუსტდა ბევრი იაპონელის ნდობა სამოქალაქო მთავრობის მიმართ. 1927 წელს იაპონიაში ბანკებს დიდი პრობლემა შეექმნათ. ბევრ ბანკს გაუჭირდა ვალების გამო და ზოგიერთი მათგანი დაიხურა. ამის შემდეგ დაიწყო დიდი დეპრესია, რომელიც 1929 წელს დაიწყო. იაპონიის ბიზნესი და ექსპორტი დაეცა და ბევრი ოჯახი გაჭირვებაში აღმოჩნდა. ცხოვრების სირთულის გამო უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ნდობის დაკარგვა ძველი პოლიტიკოსების მიმართ. ამასობაში გაძლიერდა ჯგუფები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ სამხედრო ძალა გააძლიერებდა იაპონიას. ლიდერებისთვისაც ადვილი არ იყო მათ წინააღმდეგ წასულა. 1930 წელს პრემიერ-მინისტრი ჰამაგუჩი ოსაჩი ერთმა ნაციონალისტმა ესროლა. თავდაპირველად გადარჩა, მაგრამ შემდეგ წელს ჭრილობების გართულებების გამო გარდაიცვალა. სამხედრო წრეებშიც იყვნენ ჯგუფები, რომლებმაც 1931 წელს მთავრობის დამხობა სცადეს. მათი გეგმები ჩავარდა, მაგრამ ამან აჩვენა, რამდენად გაბედეს ზოგიერთმა სამხედრო ოფიცრებმა პოლიტიკაში ჩარევა. ამ ყველაფრის პარალელურად მანჯურიაში სამხედრო ძალა სულ უფრო ძლიერდებოდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ იაპონიის ჯარები მოქმედებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტოკიოს მთავრობის ნებართვა მკაფიო არ იყო. როდესაც მათი შეჩერება ვერ მოხერხდა, სხვა სამხედრო ოფიცრებმა დაინახეს, რომ მათ შეეძლოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, თუნდაც სამოქალაქო მთავრობა ამას არ ეთანხმებოდა. 1930-იანი წლების დასაწყისში პოლიტიკოსებისთვის სამხედროების კონტროლი უფრო და უფრო რთული გახდა. იაპონიას ჯერ კიდევ ყავდა მთავრობა და სამოქალაქო ლიდერები. მაგრამ არმიასა და საზღვაო ძალებს უკვე უზარმაზარი გავლენა ჰქონდათ ქვეყნის გადაწყვეტილებებს. ეს ერთ დღეში არ მომხდარა. ის ნელ-ნელა გაძლიერდა შიშის, პოლიტიკური ძალადობის, ეკონომიკური პრობლემებისა და სამხედროების შეჩერების მრავალჯერადი წარუმატებლობის გამო. 1930-იან წლებში უფრო და უფრო მეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სამხედრო ლიდერების გავლენით მიიღებოდა. ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა, რომ იაპონიის გაფართოება იყო საჭირო, რათა მეტი მიწა, რესურსი და ძალაუფლება ჰქონოდათ.
ამიტომ, როდესაც ომი ჩინეთში და შემდეგ აზიის სხვა ნაწილებში გავრცელდა, სამხედრო ძალა, რომელიც ადრე მხოლოდ მთავრობის ნაწილი იყო, იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ძალად იქცა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი. თუ რატომ გახდა ქვეყანა უფრო აგრესიული მეორე მსოფლიო ომამდე და მისი მიმდინარეობისას, მაგრამ ასევე არ არის საკმარისი იმის თქვა, რომ ყველაფერში მხოლოდ სამხედრო ძალაა დამნაშავე. იყო მთავრობის ოფიციალური პირები, ნაციონალისტური ჯგუფები და სხვა ლიდერები, რომლებიც იაპონიის გაფართოებასაც უჭერდნენ ხარს. იყო ჩაულებრივი იაპონელებიც, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ამას, მაგრამ მთავრობისა და სამხედროების კონტროლის გამკაცრებისას ღიად წინააღმდეგობის გაწევა უფრო და უფრო რთული ხდებოდა. საბოლოოდ იაპონიაში მომკვდარი არ არის უბრალოდ ერთი ცუდი ლიდერის მარტივი ისტორია, რომელმაც მოულოდნელად აიღო ძალაუფლება. ელნელა სუსტდებოდა სამოქალაქო მთავრობა, მაშინ როცა ძლიერდებოდა სამხედროები და სხვადასხვა ჯგუფები, რომლებსაც იაპონიის იმპერიის გაფართოება სურდათ. როდესაც ძალის გამოყენება ვერ შეაჩერეს, იაპონიისთვის უფრო ადვილი გახდა უფრო დიდ ომებში ჩართვა. და შედეგი იყო უზარმაზარი ზიანი არა მხოლოდ იაპონიისთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის მთელ აზიაში.